მოგესალმებით. მოგიკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით, ასევე მადლიერებით. ძალიან მახარებს ხოლმე თქვენი ლაიქების, თქვენი კომენტარები. მინდა იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენს კომენტარს ვკითხულობ და ძალიან მახარებს ხოლმე თქვენი ის თბილი სიტყვები, რომელსაც ესე უხვად იმეტებთ ხოლმე ჩემთვის და კიდევ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მენდობით. ну მართალია მე ამ ბავშვი უბრალოდ ამ ინფორმაციის გამტარი ვარ, მაგრამ მაინც დიდ მადლობას მოგახსენებთ აი ამ კომპლიმენტებისთვის, რომელსაც ესე ხშირად აჟღერებთ ხოლმე ჩემი მისამართითაც. როგორც ხედავთ ახლა ხელში მეკავია ლენორმანის დასტა, იმიტომ რომ კარგახანია საჯარო გაშლებისთვის არ გამომიყენებია. მომენატრა მასთან მუშაობა, თქვენთვის ყოველ შემთხვევაში რომ გავაკეთო და მოდი აბა დავიწყოთ დღეს ლენორმანით. მექნება ორი ვარიანტი და ამ გაშლას გავაკეთებ ახალგაცნობილ ადამიანზე და ვაკონკრეტებ მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმატის ურთიერთობა გაქვთ. ანუ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერ ახალგაცნობილ ადამიანზე. ვიდრეც გაინტერესებთ, მაგალითად, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რას ფიქრობთ ახლა თქვენთან დაკავშირებით და თქვენი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა როგორ იქნება. ახალგაცნობილი ადამიანი. პირველი ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტისთვის, მისი შთაბეჭდილება თქვენთან დაკავშირებით, მეორე ვარიანტისთვის, რა შთაბეჭდილება აქვს. პირველ ვარიანტთან აბა, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა და მეორე ვარიანტთანაც როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ჯერჯერობით ახლა ფონდში რასაც უყურებ, საკმაოდ პოზიტიური განწყობა იკვეთება. პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს მწვანე ჟადეიტის კრისტალი და მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს კრისტალი, რომლის სახელით სულ მოვიწყდება. მოკლედ, პირველი ვარიანტი არ ჩანს. ერთი წუთით. აი ასე ხომ ჩანს. პირველი და მეორე. კი ასე ჩანს. პირველი ვარიანტისთვის აბა. ძალიან დადებითი არკანები ამოვიდა. აი სამი არკანიდან სამივე არის პოზიტიური შინაარსის და მინდა გითხრათ, რომ მისი ასე ვთქვათ, განწყობა დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში არის ძალიან თბილი, ძალიან პოზიტიური, აი რაღაცა მზრუნველობის განწყობაც ჩანს, სურვილი იმისა, რომ მოუფრთხილდეს თქვენს ურთიერთობას, საკმაოდ ძვირფასი ხართ მისთვის და ძალიან აფასებს იმ ფაქტს, რომ თქვენ გაგიცნოთ და გულწრფელად მოხარულია იმ ფაქტით, რომ თქვენ ერთმანეთს გადაეკვეთეთ. საკმაოდ თბილი ემოციები ჩანს აქ ახლა ამ ადამიანის მხრიდან და მაქსიმალურად გონია, რომ ეცდება ეს ადამიანი თქვენი ურთიერთობის შენარჩუნებას. რა შთაბეჭდილება დავუტოვეთ ამ ადამიანს და საკმაოდ კომუნიკაბელური, საკმაოდ ლაღი, თავისუფალი ადამიანი, რომელსაც სიხარული და ზეიმიში აქვს იქ, სადაც არის, ძალიან ენერგიული ადამიანის შთაბეჭდილებაც დატოვეთ და საერთოდაც გონია, რომ მაქსიმალურად ეცდება, რომ ესე ხანგრძლივად იყოს თქვენი ურთიერთობა და ისედაც თქვენი ურთიერთობის განვითარების პოტენციალშიც ჩანს ის, რომ აი ამ რაღაც საერთო გარემოცვაში, სადაც თქვენ ერთმანეთი გაიცანით, მგონია, რომ დიდი ხანი გაგრძელდება თქვენი ეს კონტაქტი და კომუნიკაცია და რომც ვთქვათ იმ სივრცეში აღარ იყოთ, მაგალითად ვთქვათ საერთო მეგობართან გაიცანით, ან სამსახურში გაიცანით, ან დაბადების დღეზე თუ რა ვიცი, სადღაც ხოლმე გაიცანით და თუნდაც სოციქსელებში.
აი იმ კონკრეტულ გარემოცვაში რომც აღარ გიხდებოდეთ ერთმანეთის ნახვა, ამ ადამიანის სურვილია რომ აი ამ ყოველფრის გარეთაც, ამ ყოველფრის მიღმაც გრძელდებოდეს თქვენი ურთიერთობა. ანუ მაგალითისთვის რომ მოვიყვანო, თუ ეს არის თქვენი პირობითად თანამშრომელი, ისურვებდა რომ თუ თქვენ სამსახურებს შეიცვლით რომელიღაცა თქვენი ურთიერთობა რომ მაინც გაგრძელდეს. თუ ეს მეზობელია, მაგალითად საცხოვრებელი რომ შეიცვალოთ, მაინც რო კიდე ერთმანეთთან კომუნიკაცია გქონდეთ, ხო ხვდებით? ანუ რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, უნდა რომ თქვენი უშუალოდ ურთიერთობა იყოს ესე ხანგრძლივად და სტაბილურად და საერთოდ არის ამ ადამიანის კეთილგანწყობა და პატივისცემა იკვეთება თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს ჩანს ისეთი განწყობაც, რომ თითქოს ერთნაირები ხართ, თითქოს რაღაც საერთო ინტერესები გაქვთ, საერთო ღირებულებები, შეიძლება ძალიან ამსგავსებდეთ ასე ვთქვათ, თქვენ ძალიან გავდეთ მას მის წარმოდგენებში ყოველ შემთხვევაში. ну ძალიან დადებითი პასუხი იყო პირველ ვარიანტში და ძალიან მიხარია. ასეთი ადამიანები ძალიან დასაფასებელია და მოსაფრთხილებელი ეს ურთიერთობები. დაგემშვიდობებით ახლა და გადავალ მეორე ვარიანტთან, ვით ჩაიფიქრეთ აი ეს კრისტალი. თქვენთან რა ხდება? ჩაფიქრებული ადამიანი, მისი შთაბეჭდილება და როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ამ შემთხვევაშიც თვითონ ეს ადამიანიც არის საკმაოდ გამოცდილი, საკმაოდ დაბრძენებული. ცხოვრებაში რომ ბევრი აღარაფერი არც გააკვირვებს, დიდად ვერაფრით ვერ შეაშინებ, ვეღარც გააოცებ, ანუ მტკი რომ მობეზრებული აქვს ცხოვრება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა უნახავს. და თქვენც ახლა ამ ადამიანის შემთხვევაში რაღაცა მთლად ისეთი როგორ გითხრათ იცი რა, ჯერ კიდევ სხვათა შორის ეს ადამიანი შეიძლება რომ გაკურთებოდეთ, ჯერ კიდევ შეიძლება რომ იყოს თქვენი შესწავლით დაკავებული, იმიტომ რომ როგორც გითხარით ამ ადამიანს ბევრი აქვს ცხოვრებაში ნანახი, მარტივად არ ენდობა არავის და ყოველთვის სჭირდება თავისი დრო იმისთვის, რომ ადამიანზე შეიქმნას შთაბეჭდილება. მთლიანობაში ის განწყობა, რაც ახლა თქვენთან მიმართებაში აქვს, ეს საკმაოდ დადებითი განწყობა, აქ რაღაცა ნეგატიურს ნამდვილად მე აქ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არ არის და ამ ეტაპისთვის აქ უფრო აი ნეიტრალური განწყობა, ანუ ზედმეტად არც ცუდ სიტყვის თქვენთან ურთიერთობისას და ზედმეტად არც კარგს, იმიტომ რომ აი თითქოს მისი ნდობა უნდა მოიპოვოთ ჯერ კიდევ. ჯერ კიდევ აქვს ის მომენტი, რომ აბა ვნახოთ რა იქნება, დროს მივანდოთ. აი ესეთი ფიქრები ჩანს და უშუალოდ აი თქვენს პიროვნებაზე, რასაც ფიქრობს, არის ის, რომ ჭკვიანი ხართ, ფიქრობს იმას, რომ კომუნიკაბელური ხართ, ბევრს მოძრაობთ, ბევრს გადაადგილდებით. ბევრი სანაცნობო წრე შეიძლება გქონდეთ და რატომღაც შეიძლება გონია, რომ შორს მჭვრეტელი ადამიანი ხართ და შეგიძლიათ ფაქტებში დაინახოთ ისეთი დეტალები, რასაც სხვა ადამიანები ვერ ამჩნევენ და ასევე აი თითქოს თქვენ მთლიან სურათს ხედავთ. ანუ რაღაცა უბრალოდ ამბავზე კი არ ჩაიციკლებით, იმ ამბავის გამომწვევი მიზეზიც უნდა გაარკვიოთ, მერე რა შესაძლო შედეგი მოყოს და აი რაღაც არის აი მთლიანობაში აღიქვათ სურათს, ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ესე გონია და სხვათა შორის მგონია რომ თქვენს სიტყვებს შეიძლება ენდობოდეს კიდეც ეს ადამიანი. თქვენი ურთიერთობის განვითარების პოტენციალს რაც შეეხება, მე მგონია რომ აი მართლა ძალიან ახალი დაწყებულია ეს კომუნიკაცია, იმიტომ რომ ბავშვია. აქ ეხლა რაც აქ ამოვიდა და პერსპექტივა ჩანს, იმიტომ რომ ბავშვი რა ახალი საწყისები, ურთიერთობის რაღაც ესე პოზიტიური დასაწყისი და შემდგომ პერსპექტივები, ანუ აქ ესე გადაჭრით რომ მოდი ვიკითხოთ რაღაცა მოდი ჯერ ესე ვიტყვი რაც ახლა ამ არკანით შეიძლება რომ ვთქვათ და თუ რამე მერე ჩავეციები. ну ახლა ამ არკანიდან გამომდინარე პერსპექტივა აქვს თქვენს ურთიერთობას. უბრალოდ რაღაცა ძალიან მდუმარებაშია ეს ადამიანი. და ძალიან გაუგრძელდა თითქოს ეს განწყობა, რომ
გაკვირდებათ და გაკვირდებათ. თითქოს თქვენ ვერც კი ამჩნევთ რეალურად იმას, რომ ეს ადამიანი სისტემატიურად თქვენს დაკვირვებაში. მაინც ვიკითხავ, აბა, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. აი, რაღაცა დასტაბილურდება ძალიან. ჯვარი ამოვიდა და ჯვარი ამ შემთხვევაში მე ესე აღვქვი, რომ აი ჯვარის დასმა არის რაღაცა ძალიან ასე გადაჭრით და გადაწყვეტით რომ ხდება ხოლმე და მე რაც მოყვა ეს ძალიან ესეთი პოზიტიური არკანებია, მზე, ბეჭედი და აქედან გამომდინარე მგონია რომ სხვათა შორის აი ძალიან ესე ჩამოყალიბებულად გადაწყვეტით, გადაჭრით მოიფიქრებს ეს ადამიანი რომ მისთვის სანდო ხართ, მისთვის საიმედო ხართ და სხვათა შორის არ გამორიცხავ იმასაც რომ რაღაცა ახალიც შემოგთავაზოთ, რაღაცაში შანსი მოგცეთ, იმიტომ რომ საბოლოოდ გაარკვევს რეალურად თვითონ შეიქმნის განწყობას და შთაბეჭდილებას, რომ აი ასეთი ადამიანი ხართ და რაღაცნაირად გაგეხსნებათ კიდეს თვითონაც უფრო მეც გააჟღერებ საკუთარ თავზე და მაგასაც რომ თავი დავანებოთ, გეუბნებით. რაღაცა შემოთავაზება ამ ადამიანის მხრიდან გექნება თითქოს სურვილი იმისა, რომ აი რაღაცა უკეთესი რეალობა გაგაჩნდეთ იმასთან შედარებით, ვიდრე მაგალითად ეხლა ხართ. ნუ მთლიანობაში ორივე ვარიანტთან იყო საკმაოდ დადებითი პასუხები და ძალიან მიხარია. რაღაცა საინტერესო ადამიანები არიან თქვენს ცხოვრებაში და რატომაც არა. ეს შესანიშნავია მომწონს. შეგახსენებთ რომ და გამოიწეროთ ჩემი არხი, ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ, დაალაიქოთ და კომენტაროთ და პირადი კონსულტაციები ვისაც გსურთ, ნომერზე მიკავშირდებით 511 14 91 78. ეხლა გემშვიდობებით, წარმატებებს, ხისრუებს და ბედნიერებას. ნახვამდის.